ყველა მამაკაცს თუნდაც ახალგაზრდობაში რაღაც რომანტიული გმირობები აქვს ჩადენილი. როცა ზამთარში ყინვაში დგახარ და მთელი 4 საათი udaraჯებ ქალს, ცხვირი მოგძვრა, სისხლი კი კეჩუპივით გაგისქელდა. გამოდის ქალი და გეუბნება, აქ რას აკეთებ, ხომ გითხარი საქმეები მაქვსო? ან მიხვედი მასთან ღამის 2 საათზე. მთელი ქალაქი გამოიარე, ტაქსის ფული საერთოდ მეგობრისგან ისესხე. დგახარ ხელში 200 ლარიანი თაიგულით, სახეზე კი დებილი ბიჭის ღიმილით. ის კი გამოდის სახეზე კიტრის ნიღბით და გეუბნება, ნორმალური თუ ხარ, ხვალ მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვსო. ან თქვათ მილზე მიძვრები მასთან მეხუთე სართულამდე. მილი ერთ ჭანჭიქზე დგას, ხელები გიცურდება, ქვემოთ ბეტონია, ბომჟები ნიძლავს დებენ ჩამოვარდები თუ არა. ის კი ფანჯარას აღებს და გეუბნება, მე ჯერ შენთვის არ მიპატიებია, დრო მჭირდებაო. ახლა კი წარმოიდგინე რომ ქალი მოძვრება შენთან მილზე. შენ იქვე გაუკეთებდი ბეჭედს თითზე. პენსიამდე ხელში აყვანილს ატარებდი, ხოლო 2 საათი ყინვაში რომ დაგლოდებოდა, ბრინჯაოს ძეგლს ჩამოუსხამდი. ანუ ერთის მხრივ ქალები აცხადებენ რომ მამაკაცებისგან რომანტიული გმირობები სჭირდებათ. მეორეს მხრივ კი ვხედავთ რომ ასეთ მამაკაცებს საერთოდ არ აფასებენ, მაგრამ ამავე დროს ძალიან ამაყობენ ამით და ქალებთან და ზოგადად სხვებთან, რომ საკუთარი თავის მნიშვნელობა აიმაღლონ. მე მაგალითად არასდროს მსმენია მამაკაცისგან მოხუცო, ვერც წარმოიდგენ რა გააკეთა ჩემთვის ყოფილმაო. ამავდროულად ყოველი მეორე ქალისგან მოისმენ. ჯემალი 10 წელი დამსდევდა, ორჯერ საგიჟეთშიც კი იწვა. ექიმები ამბობენ რომ ჩემს გამო გადაუტრიალდა ტვინიო და მთელი ტრაგედიაც იმაში მდგომარეობს რომ ქალები ამ ყველაფერს სიამაყით ყვებიან. თითქოს ეს რაღაც ცხოვრებისეული მიღწევა იყოს. ადამიანი გაუბედურდა, ორჯერ საგიჟეთში მოხვდა მის გამო. ის კი ამით ამაყობს, მაშინაც კი ამაყობს თუ ქალის გამო ჩხუბში ჩაებმები და ისე გცემენ რომ ჩალის ღერით მოგიწევს ყვება. ისეთი ნაბაგუნები ხარ რომ ყვება ცალკე პარკით მიიტანე სახლში. იცი რა სიზამს ქალი, შენს დასიებულ სახეს ფოტოს გადაუღებს და ქალების ჩატში ჩარდებს და მიაწერს, შეხედეთ როგორ დაზიანდა ჩემი დამცველი ჩემს გამო. ახლა კი წარმოიდგინე შენს ქალს ვინმე მსახე რომ დაუნაყოს, გესიამოვნება თუ არა, მეგობრებს გაუგზავნი თუ არა, იამაყებ ამით თუ არა. არა, რა თქმა უნდა, უბრალოდ თავზარი და გეცემა. კარგი და კეთილი ქალი, მამაკაცისგან გმირობებს არ ითხოვს. მას ეგ ყველაფერი უბრალოდ არ სჭირდება. მთელი ტრაგედია კი იმაშია რომ რაც უფრო პრობლემურია ქალი, მით უფრო მეტ სიგიჟეზე მიდის მამაკაცი მის გამო.